მინდა გითხრათ სასწაული კაცის ამბავი და მოკლედ არ ვიცი რა ეს არის გენიოსი რეჟისორი ვაფშე კუშტურიცა რა აი უმაგრესი კაცი არის და მინდა გადაგხოთ აი ანალოგიები დღეს აი კუშტურიცას ანალოგიები რა მოკლედ რა ძალიან გთხოვთ გაუშვით ეს მაგარი კაცი რა ეს რევოლუციას რო ყურსადებს რა იქ ბელგიაში რა მაგარი კაცია იქ კუშტურიცა სუპა კუშტურიცა რა გენიოსები ხო ხედავი როგორ ამოვარდებიან ხოლმე რა ხო ეხლა რაც მინდა გითხრათ კიდე რა აი ტურაშვილი დათოს ის შევხვდა და აიმე როგორ წდება გული ავიცი რა აი ვიდეო შევხვდა ერთი წუთი თუ შეიძლება გაუშვით ეს ვიდეო გუშინდელი რა სიძახის რა რო არა თინათინი ავთანდილისგან რა გამოვიდო და კაცმარიც ეხლა არის ყველაზე მაგარი ლიტერატურული პერსონაჟი და რა გამოვიდო და ჯერ სამი თვე მარტო ქორწილი ჰქონდათ ხო იცით იმ დაემართებო ღვიძლი დაეშლებოდა მარტო სმისგან განადგურდებოდა აი ვეფხისტყაოსანი დაყავს ცეროზამდე დაყავს ესე იგი ეხლა წარმოიდგინეთ რო არ ყოფილიყო თინათინი ავთანდილს რა დაემართებოდა წარმოიდგინეთ ესეთი რო იყო ავთანდილი იმიტომ უყვარდა თინათინს აი რეებს იძახი რა შუაშია საერთოდ ეგ ამბავი რა აი არ ვიცი რა აი რა ვიცი შეიძლება უკვე თქვა რომ ჩინური ლევან ბერძენიშვილი ხარ რა დათო რა შუაშია ავთანდილი იყო სპასპეტი ძე ამირ სპასალარისა საროსა ჯობნი ნაზარდი მსგავსი მზისა და მთვარისა ესეთი რო იყო ავთანდილი შიდაგანად იმიტომაც იყო ეს რომ მეგობრობას აყენებდა პირველ რიგში მიჯნურობას და სიყვარულს აყენებდა პირველ რიგში ეგ იყო ავთანდილი რა ღვიძლი დაეშლებოდა რა ცეროზი გაგიჟდა ეს კაცი მე მგონი არ ვიცი რა აი თუ შეიძლება გაუშვათ ერთი ძალიან მაგარი ბიჭია აი რაღაც წუთიანი ვიდეოა რა ვეფხისტყაოსანზე ლაპარაკობს ძალიან მაგრად რა აი მაგრესი ბიჭია და ერთი ბლოგერია თუ შეიძლება გაუშვით რა ეს ბიჭი რა ვეფხისტყაოსანში არის ძალიან ბევრი ეგეთი რამ თითქმის ყველაფერი რაც კი ამ სამყაროში ცოდნებია რელიგიაში დაგროვილი ცოდნები და რაღაცები მე როგორ არის აწყობილი რომ სულ 16 მართვალია თითო კუბლეტი ცალკე სიბზნის მატარებელია რომელიც მარტო რომ მოიღო თვითკმარია უკვე რა აზრობრივად ამ კუბლეტებში კიდე თითო სტროფი ცარი ეგრე ზოგი მაგალითად ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა ეგ უკვე ძალიან დიდი სიბზნეა რომელიც შეიძლება მთელი დღე ჩაშალო რა ეს ხო არ ერთი სიბზნე თვითონ ეს კუბლეტში კიდე ცალკე აზრს ქმნის რომელიც კიდე ცალკე სიბრძნეა და კიდე საერთო ფლოუში ზის და კიდე გარითმულია თან და თან ყველა 16 მართვალია. იმდენად შეუძლებელია ეგეთი რაღაცა რო აწყო ესე რო დაждე რომ ვერ წარმომიდგენია რომ ადამიანის გონება მაგას აკეთებს რა იმიტომ რომ ეხლა რო დაждე და ეგეთი მომენტს გაკეთება ცადო ორ კუბლეტსაც ვერ დაწერა და იქ არის 1600 თუ 700 რაღაცა თუნდაც არ მახსოვს თან ქართული ენა ხო გაყინა ანუ რაც ვეფხისტყაოსანი დაიწერა ეხლა თანამედროვე ქართულად შეუძლია დედანში წაიკითხოს და გაიგოს ეგ შეიძლება რაღაცა ვერ გაიგო ძველი სიტყვა იყოს, მაგრამ რამდენჯერმე რო წაიკითხო კონტექსტიდან უეჭველი გაიგო. ეგ არ არსებობს არც ერთ სხვა ენაში. ანუ ყველა ენაში რო გადახვიდე რამდენიმე საუკუნის წინ სხვა ენა დაგხვდება და ვერ იგებ რა. მარტო ქართულს იგებ. ანუ ქართული ვეფხისტყაოსანმა გაგინა დროში ასე ვთქვათ და კიდე მომავალ თაობებიც რო გავაძლევი, ვეფხისტყაოსანს მაინც გაიგებენ და ჩვენ ქართულსაც გაიგებთ. თან ისეთი რაღაცაა რომ ვერ ითარგმნება და ეგეც რას ნიშნავს, იცი რომ ცოტა ისე sci-fi ფილმი რო წარმოიდგინო და რაღაცა ისე განძის ხუთი რო იდგას ან რაღაცა ეგეთი და რომ მიხვალა ესე რომ დაადებთ და ქართველის დნმ თუ იქნება რომ მაშინ იგებ მარტო. იმიტომ რომ თუ გადათარგმნე, ყველაფერს კარგავს. ვერ ითარგმნება ნორმალურად. გველსახრელად ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. ეგ რო გადათარგმნა. ძალიან დებილობა გამოვა რა. ან აზრს სწორად ვერ გადაიტან, ან უნდა დაწერო ორი ფურცელი. ხო, რა ვიცი რა, ესე მარტივად თუ შეიძლება ვეფხისტყაოსანზე საუბარი რომ ცეროზის დონეზე და ღვიძლის დაშლის დონეზე დაიყვანო ეხლა ავთანდილის პერსონაჟი, ხო? თუნდაც პატარა კომენტარში, ნუ არ ვიცი, ძალიან სხვაგან ახარ რა.